Გამარჯობათ ბატონებო. Logistikosებს. Თქვენი საქმიანობა თავდაცვის საკითხს აღნიშნავდა, ეს არის ლოგისტიკის სფერო. და თითოეულ თქვენგანს მილოცავანებს. განსაკუთრებით თქვენი მსახურები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მინდეო თვითონ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოს. Რომელიც წარმატებით მასწავლებს აგენერალ-კახატაყადაძის მიმართ გისაუბრებს საფრთხემ გავიხსენოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც მნიშვნელოვანი გამარჯვებების შესრულება. თავდაცვის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ულოცავ ლოგისტიკის მიმართულების ყველა ქვედანაყოფს, ჩვენს პროფესიონალ ლოგისტიკოსებს. თქვენი საქმიანობა თავდაცვის ძალების ეფექტურად მოქმედების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ლოგისტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომლის გარეშე თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელება შეუძლებელი იქნება. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ჯარისთვის განსაკუთრებულ კრიტიკულ სფეროს. თქვენი მსახურები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მინდა თვითონ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალიზმისათვის, თავდადებისათვის და ღირსეული სამსახურისათვის. თქვენი მიმართულებების სისტემური განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კარგად უზრუნველყოფილი ჯარი არის ჩვენი ამოცანა, რომლის შესრულება შეუძლებელი იქნება თქვენი წარმატებული მუშაობის გარეშე. ამ გზაზე ჩვენ არაერთი ხელშესახები წარმატება გვაქვს. უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ქვედანაყოფების მობილობის ხარისხი. მიმდინარეობს სხვადასხვა აღჭურვილობით ჩვენი ჯარის გაძლიერება. მუშაობთ შეიარაღების შენახვის უფრო მეტად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დისპარალელურად ლოგისტიკის მიმართულებით დანახარჯებიც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი. ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიდი შრომისა და მონდომების საფუძველზე დროის უმოკლეს ვადებში მოძველებული ინფრასტრუქტურა აქციო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაზად. გილოცავთ სამხედრო ლოგისტიკის პროფესიულ დღეს. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს დაკისრებული თავდაცვის ძალების თითოეული ქვედანაყოფის ეფექტიანად მუშაობის პროცესში. ქვედანაყოფის დროული ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს სისტემის ეფექტიანობის უმთავრეს ინდიკატორს. თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო ლოგისტიკოსების მიერ რესურსების ეფექტიანად მართვის შედეგად მიმდინარეობს ინტენსიური ლოგისტიკური ღონისძიებები, როგორიც არის ბინადმშენებლობა, სამხედრო ქვედანაყოფების ნატო სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, თუ თანამედროვე ავტოტექნიკით, საბრძოლო ტექნიკითა და საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წარმატებული ფუნდამენტური ცვლილებების შესანიშნავი მაგალითია ის ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ვარციხის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბატალიონის ტერიტორიაზე. სიამაყით ვიტყვი, რომ თავდაცვის სამინისტროს ჩვენი პარტნიორების და თავდაცვის ძალების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებებით დღეს ვარციხის ლოგისტიკური ბაზა მოდერნიზირებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით პასუხობს დაკისრებულ ამოცანებს. ბატონო მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და იმ გადაწყვეტილებებისათვის, რამაც ახალი შესაძლებლობები შეძინა თავდაცვის ძალებს განვითარების მაღალ საფრთხეებზე გადასულიყო. ულოცავ დღევანდელ დღეს და დიდ მადლობას გადაუხდი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თითოეულ მოსამსახურეს. თქვენ ყოველდღიური მუხჩაუხრელი შრომითა და თავდადებით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგავთ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში. ასევე დღევანდელ დღეს ულოცავ და მადლობას გადაუხდი საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ლოგისტიკოს მოსამსახურეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის, როგორც დაგეგმვისა და აღსრულების ერთიანი ჯაჭვის მაღალ დონეზე განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გვერდზე დგომის გარეშე. უდიდეს ხარდაჭერას გძნობ მათგან, რისთვისაც
მადლობას უხდით ბატონ მინისტრს, მთელ მის გუნდს, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურს და მის მოადგილეებს. უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ყოველდღიურად ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.